მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო, ეს ქართული არხია სამედიცინო ფანჯარა, მე მისი წამყვანი მედიცინის აკადემიური დოქტორი დევიდ აბიძე გახლავართ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სტუდიაში ისეთ ადამიანებს მოეწევ, რომლებიც შენი მეგობრები არიან, მაგრამ როდესაც ისინი უკვე გამოჩენილი პიროვნებები არიან, კარგი ექიმები და ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ეს ორმაგად სასიხარულოა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, როგორიც არის მწვავე რესპირაციული დაავადებები და ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ პედიატრი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ეკა კანდელაკი. გამარჯობათ ქალბატონო ეკა, მოგესალმებით და ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ. მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ქალბატონი ეკა გახლავთ ცენტრალური იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი. ცოტა გრძელი დასახელებაა, მაგრამ რაც თავარია, ეს არის მედიცინის დოქტორი, კარგი ექიმი და ძალიან ბევრი და მრავალი თაობის აღზრდელი. ქალბატონო ეკა, დღევანდელი ჩვენი თემატიკა არის მწვავე რესპირაციული დაავადებები, ეს არის ეგრეთ წოდებული ინფექციები, ვითომ და მსუბუქი, მაგრამ ასე თქვათ, გაბრაზება რომ იციან ამ ინფექციებმა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ არადატვირთული ძალიან ბევრი სამედიცინო ტერმინოლოგიით, არამედ უფრო მარტივად. და მე მინდა ესეთი მონაცემები სანამ თქვენ დაიწყებთ საუბარს ამ გადაცემის მომზადების დროს კიდევ ერთხელ გადავხედეთ რაღაც გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებებს და მივიღეთ ასეთი რამ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ჯანმო, გვაწვდის ცნობას, რომ მას ახასიათებს სეზონურობა, ქრონიკულობა და გართულება. დაახლოებით 65-70% არის ბავშვთა ასაკში ეს დაავადებები. ძალიან იშვიათია, როდესაც ეპიდემია ან ერთმანეთ აგვიფაროს და პანდემია ყალიბდება და რაც ყველაზე ცუდი მონაცემია, 1.5-დან 2.3%-მდე არის 0-დან 3 წლამდე ასაკის პერიოდში სიკვდილიანობა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მონაცემებია. ყველაზე მთავარი ალბათ ჩვენთვის არის ჩვენი გადაცემა პირველ ნაწილში რაც გვაქვს ასეთი ინტერესი, რომ ვისაუბროთ თვითონ ამ დაავადებაზე და მეორე ნაწილში ვისაუბროთ უკვე თვითონ აი რჩევებზე და იმ მითითებებზე თუ როგორ უნდა მოიქცენ დედები, მამები, ბებიები, ბაბუები და იცით ბავშვის ავადმყოფობა ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მწვავე პრობლემაა ოჯახისათვის. თქოთ ქალბატონო. მოგესალმებით ტელემაყურებლებს, დევის, რომელიც როგორც თქვა, ჩემი მეგობარია, მიხარია რომ აქ ვარ. და ნამდვილად თემა, რომელიც შეარჩიეთ დღევანდელი გადაცემისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, თან მით უმეტეს შემოდგომა, ზამთარი დგება, პრაქტიკულად უკვე მოვიდა, ძალიან მალე იქნება. შემდგომ გაზაფხული მოგვალის და აი ეს პერიოდი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული არის ძალიან საყვარელი პერიოდი რესპირაციული ვირუსებისთვის. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც არ ქონია რესპირაციული ვირუსული დაავადება, არ არის უფროსი, რომელსაც ის არ გადაუტანია. თითქოს უყურებს ამას ყველაფერს ძალიან მსუბუქად, ვეძახით ჩვეულებრივ გაციებას და აქვე მინდა თქვა, რომ გაციება არ არსებობს, ყველა გაციება არის გარკვეული ვირუსი, უბრალოდ ზოგი არის ძალიან მსუბუქად მიმდინარე და ზოგი უფრო რთულად, ეგრეთ წოდებული გრიპის ვირუსები. ჩვენ ვცავთ ცივდებით, უბრალოდ ეს ვირუსები აქტიურდებიან და დაავადება ვლინდება სხვადასხვა სიმპტომების სახით. ყოველთვის ეს არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა მსოფლიოში, ითვლება მსუბუქად, მაგრამ როგორც ბატონმა დევიმ თქვა, ახასიათებს ხოლმე საკმაოდ სერიოზული პრობლემების ჩამოყალიბებას. თავის დაავადება არის ძალიან მრავალფეროვანი, რესპირაციულ ვირუსული დაავადებები, არის უზარმაზარი ჯგუფი დაავადებების, რომლებიც მოიცავს ძალიან ბევრ ვირუსს და ძალიან ბევრ სხვადასხვა ნოზოლოგიას, ანუ დიაგნოზს თავის თავში. ეს შეიძლება იყოს საერთო-სახლთქვილების დაავადებები, ეს შეიძლება იყოს ქვედა-სახლთქვილების დაავადებები და შეიძლება რესპირაციული ვირუსები საერთოდაც მიმდინარეობდეს დაუშვათ მხოლოდ კანის გამონაყრის და ერთი რესპირაციული სიმპტომით, მაგალითად და დილემა იყოს პედიატრიის. რატო ხდება აი ძირითადად რომ ერევათ შოვლებს და ესეთი აი ვირუსულია, ინფექციაა და ამ დროს აი ესეთ გაციების და რაღაც სტატუს ღებულობს ეს. იცი ვუწოდებთ გაციებას.
ვუწოდებთ გაციებას, მაგრამ რეალურად ეს არ არის გაციება. თუმცა ჩვენ გვაქვს სურდო, ჩვენ გვახველებს, ჩვენ გვამცირნებს, ბავშვსაც მით უმეტეს აქ ტემპერატურა გაცივდა ვამბობთ. რეალურად ეს არ არის გაციება, ანუ ამის მიზეზი დაბალი ტემპერატურა კი არ არის, რომ ჩვენ გვახველებს და გვაქვს სურდო. ამის მიზეზი არის გარკვეული ვირუსები, უფრო ხშირად ეს არიან რინოვირუსები, რომლებიც არიან ძალიან მსუბუქი სიმპტომების გამომწვევი. უბრალოდ ჩვენ ვატარებთ ამ ვირუსებს და გადაციების პირობებში ეს ვირუსები აქტიურდებიან ჩვენ იმუნურ სისტემას, სადღაც დაარტყამენ და ჩვენ გვაქვს გარკვეული ეგეთი სიმპტომატიკა. მშობლები ამას უძახიან გაციებას. მაგრამ აი როცა ცხელებაც მოდის, როდესაც ბავშვი უფრო ცუდად არის, უფრო ახველებს, უფრო აი ხა მაშინ ამბობ რომ აი ვირუსი აქვს. რეალურად ვირუსული არის ყველა დაავადება. პრაქტიკულად ორივე ერთ სიბრტყეში და ერთ განზომილებაშია. უბრალოდ ძალიან ბევრია რესპირაციული ვირუსი, უამრავი ჯგუფი არის, სხვადასხვა ხა ჩამოთვლას აქ არ დავიწყებთ, რომ სპეციფიური ტერმინები რომელიც არავის არ აინტერესებს. ნამდვილად. უბრალოდ არის უამრავი გამოვლინება, რომ დავიწყო ყველაზე მსუბუქიდან, რაც არის, ეს არის მაგალითად რინიტი, რასაც ჩვენ ეკიემები ვეძახით სურდო. ასევე შეიძლება იყოს ხველა, შეიძლება იყოს ცხელება, ყველაზე მარტივი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ამ დროს შეგვწეს, მაგრამ ამავე დროს არის გარკვეული ვირუსები, რომლებიც სპეციფიურ დაავადებებს იწვევენ. მაგალითად, პარაგრიპის ვირუსი იწვევს ბავშვებში ეგრეთ წოდებულ კრუპის სინდრომს. და კრუპის სინდრომი სულაც არ არის სახუმარო, ვისაც ბავშვი ყავს ყველა მიცის, ის არის მსუბუქი საშუალო მძიმე და თუ მძიმეა, ის არის ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული დაავადება. ასე რომ კრუპის სინდრომის გამომწვევი პარაგრიპი, მაგალითად, მხოლოდ ბავშვებში არის გამომწვევი კრუპის რეალურად. ჩვენთან ის ლარინგოტრახეიც იწვევს. ძირითადი ასაკობრივი ნიშა რომელია მაინც? რო გადავხედოთ აი მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას, რომ შეხედეთ სრულიად სამართლიანი იყო, ეს არის 0 ადრეული ასაკი 0-დან 5 წლამდე. და რო შევხედოთ მოგზაურობის სტრუქტურას, წამყვანი აქ ადგილი უკავია რესპირაციული სისტემის დაავადებებს, კერძოდ რასაკვირველია პნევმონიას. მაგრამ აი ამ პნევმონიის გამომწვევი არის რასაკვირველია ეს ვირუსი, არის გართულება ამ ვირუსის, რომელიც შესაძლებელია ზუსტად იმ პროცენტულ შემთხვევებში არსებობდეს, მცირე, მაგრამ არსებობდეს, მაგრამ ზოგადად ადრეული ასაკის ბავშვის ავადობის და მოგზაურობის სტრუქტურაში რესპირაციულ დაავადებებს უკავია წამყვანი ადგილი. ამიტომ მათთან ხუმრობა ნამდვილად არ აღრეს. მეორე ადგილი არის დიარეული დაავადებები და არც მათთან არ აღრეს არაკვირველი ხუმრობა, იმიტომ რომ ორივე საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. მე ვიცი რომ როგორც ჯანდაცვის ქსელში მომუშავე ერთი უკვე ძალიან დიდი ხანია და დაახლოებით 25 წელზე მეტია მე ამ ქსელში ვარ და რეალურად გამოდის ის რომ პირველი კარიბჭე შემხვედრი ეს არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი ეგრეთ წოდებული უფრო გასაგებ ენაზე პოლიკლინიკის პედიატრები და ექიმები. აი რაღაცა ხომ არ არის უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს რაღაცა აი მშობელთა სკოლის სახით ან რაღაცა არის ამაზე საუბარი რომ სანამ ეს მოვა თქვენთან უკვე გართულებული კლინიკურ ფორმაში. ანუ მე ვამბობ ამბულატორიულ ქსელს და შემდეგ კლინიკურ ნაწილს. ეს არის უხშირესი მომართვის მიზეზი პირველად ჯანდაცვაში. ანუ პირველად ჯანდაცვაში ზამთრის შემოდგომის ზამთრის გაზაფხულის სეზონის უხშირესი მიზეზი ბავშვის მიყვანის ეს არის სხვადასხვა რესპირაციული სიმპტომატიკა. რასაკვირველია პირველად ჯანდაცვის ქსელი ამისთვის მზად არის. მან დაახლოებით იცის რა ტიპის ვირუსი გვემუქრება იმ წელს. ისინი ინფორმირებულნი არიან და უნდა იყვნენ და დარწმუნებული არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკიცე და კარგი დაცვა ვირუსებისგან, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვი, ვირუსები არის ძალიან ბევრი და ყოველ წელს ვაქცინა, რომელიც მზადდება, ეს არის მხოლოდ 3 ან 4 შტამის შემცველი ვაქცინა არის A და B ჯგუფის ვირუსების, რომელიც ყველაზე მოსალოდნელია, რომ იმ წელს კონკრეტულ აი ამ განედში გამოიწვევს გარკვეულ სერიოზულ გართულებებით მიმდინარე ეს არის წინასწარი ინფორმაციის საფუძველი, რომელიც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის აი მშობლებს აქვთ ესეთი ამაზე მე პრინციპში შემდგომილოდა საუბარი, მაგრამ თქვენ ახლა დაიწყეთ მოდით ბარემ უთხრათ მშობლებს რომ აი ეს აცრების სისტემა რომელიც შემოღებულია ეს ნამდვილად ძალიან ეფექტურია რომ ჩვენ ავიცილოთ გართულებები თავიდან. რასაკვირველია 6 თვის ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვებში, ის არ შედის ეროვნულ კალენდარში, ანუ ეს არ არის ეროვნული კალენდარის შემადგენელი ვაქცინაცია, თუმცა რეკომენდაცია პირველად ჯანდაცვას ვალდებულია რომ მისცეს მშობელს, ანუ ურჩიოს მას, ეს არჩევითი არის, მის სურვილზეა დამოკიდებული, ეს ვაქცინა ქსელში არსებობს, პოლიკლინიკურ ქსელში და თუ მშობელს უნდა თავისუფლად შეუძლია აცრას თავისი ბავშვი. ვერ გეტყვით რომ ეს ბავშვი იმ წელს ავად საერთოდ არ გახდება. იმიტომ რომ როგორც გითხარით, იქ არის 3 შტამი A და 2B.
მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა ვირუსები, მაგრამ სწორედ A და ის 2B არის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე გართულებებს იძლევა. და განსაკუთრებით რეკომენდებულია ეს აიცრას ის ბავშვები, რომელსაც ჩვენ ვეძახით რისკის ჯგუფის ბავშვებს. მაგალითად, ყოფილი დღენაკლები, რომლებიც ამჟამად უკვე 6 თვის არიან. მაგალითად, ბავშვები, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, თუნდაც ბრონქული ასთმა, დიაბეტი. ეს არის რასაკურველია, გულსათვალო სისტემის დაავადებები. ეს არის ჯგუფი ბავშვების, რომელშიც ბანალურმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება. ანუ თუ ვიცით, რომ ვაქცინაცია არსებობს და თუ ვიცით, რომ ეს ვაქცინაცია დაგვიცავს ყველაზე უფრო ცუდი ვირუსებისგან, რომელთაც ახასიათებს ყველაზე მეტი გართულება, ამიტომ რეალურად აი ეს მოწყვლადი კატეგორია ბავშვების რისკის ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ დიდი, ახლა მე რამდენიმე ჩამოთვალე და არის კიდევ უფრო ბევრი ჩამონათვალი შეიძლება იყოს, უმჯობესია იყოს აცრილი. რასაკურველი. ასევე, ახლა თქვენ ბავშვების ასაკზე არა, ასევე ასაკოვანი ადამიანები, რომელთან ასევე შეიძლება გართულდეს ეს ვირუსული ბანალური ინფექცია. აი, ერთ-ერთი ასეთი კითხვა, სადაც გადაცემას ვამზადეთ, მე დამხვდა სტუდიაში, რომ არის იმუნურ სტატუსთან დაკავშირებული, რომ აი ბავშვთა იმუნურ სტატუსიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობს შემდგომ ეს სუსტი იმუნური სტატუსის მქონე და ასე რაღაც სპეციფიური გართულებას იძლევა თუ როგორ ამას აქ ვაქცინაციაზე ლაპარაკი თუ ვირუსული ინფექცია? ვირუსული ინფექცია. ვირუსული ინფექცია იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებში რასაკურველია მიდის განსხვავებულად. ანუ იმუნოკომპრომეტირებული არის ყველა ის ბავშვი, რომელსაც აქვს რაიმე ტიპის დაავადება, რომელსაც შეიძლება მისი იმუნური სისტემა დააზიანოს. აი მაგალითად ლეიკემია, ან ბავშვები, რომლებიც კურნალობენ და გადიან ქიმიოთერაპიას. იმუნური სტატუსის დაზიანება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დროს. ეს არის იმუნოკომპრომეტირებული ბავშვები, რომელთანაც ვირუსული ინფექცია შეიძლება სრულიად სხვაგვარად წარიმართოს და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება აქ მოხდეს, ის შეიძლება გართულდეს პნევმონიით, მაგრამ პლუს მას დაერთოს კიდე ბაქტერიული ინფექცია და ანუ მისი მართვა უკვე გახდეს ძალიან რთული. და თუ მოგვტაობის სტატისტიკას განვიხილოთ, ანალიზს ჩავატარეთ, ნახავთ რომ მოგვტაობის შემთხვევები მოდის ძირითადად ამ კატეგორიაზე. ანუ ბავშვებზე, რომელსაც ჰქონდათ პრობლემები, რომლებიც შედიოდნენ რისკის ჯგუფში, იყვნენ იმუნოკომპრომეტირებული და შეექმნათ პრობლემები ვირუსული ინფექციის გამო. ჯამრთელი ბავშვი, რომელიც არის აბსოლუტურად ჯამრთელი და რომელიც სრულად ნორმალურია, რომ წლის განმავლობაში 2-3-ჯერ ქონდეს ვირუსული ინფექცია, წესით მათთან ეს არის თვით ლიმიტირებადი დაავადება. პრაქტიკულად თავისით რჩება და ძალიან საინტერესო მიმდინარეობა ახასიათებს. ანუ ის იწყება ცხელებით, ანუ ცხელება ადის მეორე-მესამე დღეს პიკზე, მას თანდებს რესპირაციული სიმპტომები, ხველა, სურდო, შეიძლება კუნთების ტკივილიც იყოს. ეს სიმპტომები ცოტა უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე ცხელება. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ მშობლები მოდიან და ხშირად ამბობენ, რომ იცით, აი 2-3 დღე სიცხე აღარ აქვს, მაგრამ კიდე ახველებს. აი რა ვქნა, არ მორჩა, კიდე ახველებს. ანუ ეს არის ტიპიური დამახასიათებელი, ეს არ არის გაგრძელება, ეს არის კლასიკური მიმდინარეობა რესპირაციული ვირუსული ინფექციის, როდესაც ის იწყება ცხელებით, ერთვის რესპირაციული სიმპტომატიკა, ან იწყება რესპირაციული სიმპტომატიკით, ერთვის ცხელება, ცხელება გრძელდება 2-3 დღე, ადის პიკზე მეორე დღეს და ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ რესპირაციული სიმპტომები გრძელდება სადღაც 10 დღე. აი 10 დღის მერე თუ გრძელდება რესპირაციული სიმპტომატიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები არის. გართულებისკენ მიდის. ხომ არ არის დაუშვათ აქ უფრო სხვა რაღაცა, ხომ არ არის სინუსიტით გართულებული მაგალითად, ხომ არ არის გართულებული ბრონხიტით. და გავიდა თუ არა ეს რესპირაციული ვირუსული ინფექცია თავისი ჩვეულებრივი ნორმალური ჩარჩოდან, რაც შესაძლებელია იყოს მოსალოდნელი. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და თანდათან უფრო კიდე მეტი კითხვა მევადება, რაც მქონდა ასე ვთქვათ, მომზადებული რომ დამესვა და აი საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, რომ შევაჯამოთ რაღაც აი ამდენი ეს მე ვფიქრობ ალბათ რომ მაინც პასუხი მეტნაკლებად უნდა გაეცეს იმას რა განაპირობებს სიხშირეს წვავე რესპირაციული პათოლოგიები. ძალიან სწრაფად გავრცელებადი არის. ანუ სწრაფად გავრცელება ეს არის აიწვეთოვანი ინფექცია, რომელიც პრაქტიკულად ვრცელდება ძალიან დიდი სიჩქარით. ანუ მას შეუძლია გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე, ხელი შეხებითაც შეიძლება გადავიდეს. ანუ ჩვენ გონია რომ ახლა რესპირაციული ეს ინფექციები არის აიწვეთოვანი, მარტო დავუშვათ ლაპარაკის, ცემინების, ხველების, არა, ხელი შეხებითაც შეიძლება გადავიდეს. ამიტომ პრევენციის ნაწილში, რომელიც ალბათ მერე იქნება, ამაზე ძალიან მინდა რომ დეტალურად გავამახვილო ყურადღება, რომ შორლემ უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი ამისგან. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ რახან გავრცელების გზა არის ეგეთი მარტივი. და რადგანაც ეს ჩვენი ბავშვები დადიან ბაღებში, სკოლებში, გარკვეულ დაწესებულებებში,
ინფექციას გაზაფხული შემოდგომა ზამთრის პერიოდში ახასიათებს სწრაფი გავრცელება. კონტაგიოზურობა მაღალია. ძალიან მაღალი კონტაგიოზურობის ინდექსი ახასიათებს. მე ეს ყველაფერი მოდის სახლში ხდება სხვა პატარა დაძმა და უკვე ხდება აბსოლუტურად ძალიან სწრაფი გავრცელება. უფროსები არა ვართ ხოლმე ამ შემთხვევაში დაზრული, ძალიან ხშირად ჩემ შულს მოუტანია, ჩემ შვილებს, ჩვენს პაციენტისგანაც გადაგვდებით, თუმცა ჩვენ ნაკლებად გვედება ექიმებს, მაგრამ ყოფილა მახსოვს ესეთი შემთხვევა რამდენიმე. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, აი რატო ხდება პანდემიები და ეპიდემიები? თუ ეს არის დაუშვათ ესეთი გადამდები, რატო ვიფარგლებით ჩვენ ამით? ვიფარგლებით იმიტომ, რომ ზოგიერთი ვირუსი მუტირდება და მის წინააღმდეგ იმუნური სისტემა უფრო ნაკლებად მომზადებული არის აბრძოლველად. აქედან გამომდინარე, თუ ესეთი შემთხვევა, მაშინ ეს ეპიდემია უფრო გავრცელებადი, იმიტომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 20-ჯერ ხვდებით ამ ვირუსს, გვიმუშავდება იმუნიტეტი და შემდგომ უკვე გარკვეულწილად დაცულებთ, მაგრამ თუ მუტაცია განიცადა, მერე უკვე ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე, შესაძლებელია უფრო სწრაფად გავრცელდეს გავსი ტიპის ვირუსი. ნუ რა თქმა უნდა, ხა ამის ვერ გადავეფარებით, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც ატარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ზოგადად ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგი შედეგი აქვს და სწორედ ეს არის იმის დამსახურება, რომ ეპიდემიაში და პანდემიაში არ გადავდივართ. მაგრამ აი მაინც არსებობს რაღაც გაურთხილებლობა, რაღაც ესეთი და არა ვართ დაცული. თორემ აირწვეთოვანი ინფექციების გავრცელებისგან თავის დაცვა ბოლომდე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ეხლა მე მაქვს აი ესეთი შეკითხვა. ეს სუფთა კლინიკური ნაწილია მკურნალობიდან გამომდინარე, როდის მივცეთ ბავშვებს ვიტამინი. აი ეს არის ძალიან ესეთი აქილევსის ქუსლი, რომელიც რაღაც მომენტში ესეთი ბებიის და ბაბუის დანიშნულების, მეზობლის რჩევის, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან კარგად არის გავრცელებული და რაც მთავარია, რეცეპტორული წამლების არ დანახვა. ნუ ეს მთავარი ზიზღია, ასე ვთქვათ. კითხვა შევაბრუნო შეიძლება? და რატო უნდა მივცეთ ბავშვს ვიტამინი? ჯამთელ ბავშვს, ასე ზუსტად ეს არის ბებიების, ბაბუების და მეზობლების დამსახურება, რომ ბავშვი, როდესაც გამიხდა ავად, მივეცი ვიტამინები, დავალევინი ანტიბიოტიკები და გამოვედით მდგომარეობიდან. ხო, არა, აბსოლუტურად თავს მაგრამ ამასობაში მე ხა მახსენდება ის თქვენი აღწერილობა, რასაც თქვენ და ეს 3 დღე, 5 დღე გავიდა და 10 დღე დაუშვათ ეს. ხო, 10 დღე გავიდა და მაგრამ ის თავისთავად თვითონ გავიდა. ამასობაში ვიტამინი მით. რა როგორ მოვიცე? არა, ზოგადად ხა ეს ცოტა სხვა თემაა დაუშვათ ვიტამინები და დანამატები ბავშვებისთვის. აი ამ პერიოდში როცა ბავშვს აქვს ვირუსული რატომ რაღაცას რომ ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ ამას, ხო? რატომ ვაძლევთ ვიტამინს? რა ფუნქცია აქვს ვიტამინს ჩვენს მეტაბოლიზმში და რა ფუნქციას ასრულებს? რას ვერ ანტივირუსული არ არის? ასეთ შემთხვევაში იმუნომოდულაციას ვერ გააკეთებს და ნუ არც არის ეს საჭირო ამ შემთხვევაში იმუნოსტიმულატორი არ არის. რატომ ვაძლევთ ჩვენ ვიტამინს? ანუ რა ტიპის დახმარება გვინდა გაუწიოთ ამ შემთხვევაში? ვაძლევთ C ვიტამინს, ეს როგორც გვახსოვდა წინათ, ეს რაღაცა? იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის და ასევე არის კიდევ ერთი ახლა გამახსენდა კალცი. ეს მე გამახსენდა კალცის დამატება. ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც მეტნაკლებად დადასტურებული იმუნომასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია, ეს არის ვიტამინი D. ანუ ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც მეტნაკლებად შეუძლია იმუნურ სისტემაში სადღაც იქ სიღრმეში ჩაიხედოს. დანარჩენ არც ერთ ვიტამინს, აი ესე რომ გითხრათ იმუნომასტიმულირებელი და არის კიდე ვიტამინი A, რომელიც ითვლება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, როგორც აფრიკის ქვეყნებში, ვიტამინი A-ს საპლემენტაცია ან დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს მოგვიტანობის დაავადების სიხშირეს. ამას საქართველოს ვერ ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ვიტამინის დანიშნა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის. იმუნომოდულატორის როლს არ შეასრულებს? იმუნომოდულატორები სხვა ნივთიერებები არიან, რომლებიც ცვლიან იმუნიტეტს. იმუნოსტიმულატორები არიან ნივთიერებები, რომლებიც არტიმულირებენ. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ეს ვიტამინი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვავე დაავადების დროს იმ წუთში მივცეთ, რეალურად შეასრულებს რაიმე როლს იმუნიტეტში. ასეთივე ჩვენს მახსოვრობაში იყო და ეხლა გავდივარ ჩვენ სარეკლამო ჭრაზე. უბრალოდ მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო ჩემს თაობას და უფროს თაობას თევზის კონი, რომელსაც დღეს ეგრეთ წოდებული D ვიტამინი, რაც გაბატონმა იყო ომეგა-3-ის სახით, რომელიც მე ჩანიშნული მქონდა, ესეც იყო მოწოდებული. კარგით, ეხლა ძვირფასო ტელემაყურებლებო, სარეკლამო ჭრაზე გავდივართ, ცოტა დავისვენოთ და შემდეგ განვაგრძოთ ძალიან საინტერესო საუბარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. დღევანდელი ჩვენი თემა არის მწვავე რესპირაციული დაავადებები
და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მედიცინის დოქტორი ქალბატონი ეკა კანდელაკი, რომელიც არის ცენტრალური იაშვილის სახელობის ბავშვთა ყოველთვის კარგად ცნობილი საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალბატონო ეკა, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ასეთი ვთქვათ დაავადების ირგვლივ, ამ ინფექციების ირგვლივ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს, ის რომ დედების ინფორმირება არის საჭირო. ერთ-ერთი მიმართულება, რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა, ნუ ჩვენ ახლა ამას თავიდან აღარ გავემეორებ იმ ციფრებს, რაც მივაწოდეთ ჩვენს მსმენელს. ერთ-ერთ რეკომენდაციაში არის, რომ აქტიურად უნდა იყოს ჩართული მშობლები და აღნიშნული დაავადებების როგორც პრევენციაში, ასევე მკურნალობაში. ნუ მკურნალობა რა თქმა უნდა ექიმების საქმეა, მაგრამ უნდა დაიცვან ამათმა ის, რასაც თქვენ ავალებთ. აი არსებობს ასეთი რამე საგანმანათლებლო ხა სკოლა ვერ გაიხსნება და ის რა ქვია უნივერსიტეტი, მაგრამ აი რაღაც ინფორმაცია, ბუკლეტები, შეხვედრები, ტრეინინგები, აი თუ უკვე ტარდება ასეთი რამ. მე ვიცი რომ არსებობს რესპირატორული ასოციაციაც და აი თუ მას რაღაცთან უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენ ეს მშობლებთან ჩვენი ასოციაცია აბსოლუტურად პროფესიონალების გაერთიანება, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვაკეთებთ მეთოდურ რეკომენდაციებს სასუქის სისტემის დაავადებების მკურნალობაზე, რომელსაც როგორც წესი თან ერთვის ხოლმე გარკვეული ინფორმაციული ნაწილი მშობლისთვის და უნდა ერთვოდეს. მაგრამ აქ მეორეა მნიშვნელოვანი, თუ რეალურად პირველადი ჯანდაცვა კარგად არის ინფორმირებული პრევენციის გზებზე. ეს მათი ძირითადი საქმე არის. გარდამტეხ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის ვებგვერდზე ყოველი ვირუსული ინფექციის სეზონის დაწყების წინ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი და ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია მიდის პირველადი ჯანდაცვის აი ამ გარკვეულ კერებში, ასე ვთქვათ, და ვრცელდება აბსოლუტურად სტანდარტული სახით. ეს რეკომენდაციები არის წლიდან წლამდე პრაქტიკულად ერთ და იგივე, მაგრამ რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რეკომენდაციებით ჩვენ აქედან თავს დავიცვავთ 100%. ეს წარმოუდგენელი რამ არის, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს სეზონები არ ხასიათდებოდეს პიკებით. აი მაგალითად, თქვენ გადაცემაში სანამ წამოვიდოდი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უბრალოდ შევედი, მაინტერესებდა წელს რამე ახალი ხო არ უდევთ, რაიმე ახალი რეკომენდაცია, ასკული რეკომენდაციები იგივე იყო. უბრალოდ დეტალებში იყვნენ წასულები, თითოეული შტამის, ანუ აი ხა მოგველის პიკი აი ამ დროს იქნება ყველაზე უფრო მაღალი. გაწერილი იყო ყველაფერი, რა უნდა ქნათ, როგორ დაიცვათ თავი, რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა როგორ უნდა აიცრათ, სად უნდა მიხვიდეთ, ან დეტალები. დაახლოებით ესევე ჩვენი აი იგივე ანალოგიური ორგანიზაციის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზეც არის ეს ინფორმაცია მოცემული. პირველი რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ თქვენ გინდათ რომ დაიცვათ თავი აი იმ შტამებისგან, რომლებიც ამ წელს არის ყველაზე აგრესიული, აწერით თქვენი ბავშვები და აიწერით თქვენც და თქვენი ოჯახი დაცული იქნება აგრესიული შტამებისგან ნამდვილად. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვერ ავიცილებთ თავიდან იმას, რომ ბავშვი არ გაუშვათ ბაღში, ბავშვი არ წავიდეს სკოლაში, ჩვენ ჩავიკეტოთ სახლში და გარკვეულწილად დავემალოთ ესე ამ ვირუსულ ინფექციას. არსებობს მარტივი რეკომენდაციები. პირველ რიგში ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საერთო ინფექცია, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის დაიბანეთ ხშირად ხელი. ანუ ხელის დაბნა და ის კი არა იგივე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე დევს ძალიან სასაცილო რეკომენდაცია, თავიდან მოგეჩვენებათ სასაცილო, აი იმისთვის რომ დაიცვათ თქვენი შვილი ვირუსული ინფექციის გადადებისაგან ერთიდან მეორეზე, დააბანეთ ხელი და თან ამღერეთ სიმღერა Happy birthday ორჯერ თავიდან ბოლომდე, ანუ დროს ანგარიშობენ ამ შემთხვევაში. ისე კი რა რაღაცა 2 წუთით გადაიღო. და ამასობაში ის იბანს ხელს. ამასობაში აი ორჯერ აი ამ თავიდან ბოლომდე ჩათავებული ამ სიმღერის განმავლობაში კარგად დაიბანოს საპნის ხელი და ეს ნიშნავს იმას, რომ მას ხელები აქვს დაბანილი კარგად და სავარაუდოდ ეს ვირუსული ინფექცია არც გადავა იქით და არც დიდი ალბათობით გავრცელდება არსად. ანუ ხელების დაბანაზე აქვს ძალიან კარგი რეკომენდაციები და ძალიან ზუსტი იგივე დევს ჩვენს ვებგვერდებზეც და იგივე ინფორმაცია აქვს პოლიკლინიკაში. ხელების დაბანა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მნიშვნელოვანი საერთოდ უკაცრავად შეგაწყვეტინებ და ჰიგიენური წესების დაცვა. ეხლა პრაქტიკულად ჩვენ არანაირი სანიტარული სამსახური რაღაც ჰიგიენურის აღარ აგვაქვს. ქვეყანაში პრაქტიკულად არ მოქმედებს, არაფერი აღარ მუშაობს და ალბათ მათი როლიც იქისრა რა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რომ აი ამ რეკომენდაციებში რაღაცები ჩავწეროს. ალბათ ეს აუცილებელი კი არა, აუცილებელზე უფრო მეტია. თუ ცხოვრების ჯანსაღწევს აი სანიტარული პირობები ერთ-ერთი უნდა შევიდეს. ქართულად ზარია პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი და
გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. 13 წლის შვილი მყავს თუ შეიძლება ომეგა-3 მივიცე და რამდენჯერ შეიძლება თუ შეიძლება მიცემა და რა რაოდენობის ომეგა უნდა შედიოდეს ამ ასაკის ბავშვის მადლობთ. ესე იგი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები არის აბსოლუტურად შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გონებრივი განვითარებისთვის და 13 წელი უფრო უკვე ესეთი პერიოდია, როდესაც გარკვეული სხვა პრობლემებით გება უფრო მეტად ვიდრე 5 წლამდე არსებული ეს განვითარების პრობლემები, როცა ომეგა-3 და ომეგა-6-ის როლი კიდე განსხვავებული არის. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ თქვენ შვილს მიცეთ ომეგა-3 და ომეგა-6. მე სამწუხაროდ არ მაქვს უფლება კომერციული პრეპარატები დავასახელო ეთერში, ეს აბსოლუტურად არ იქნება სწორი ჩემ მხრიდან. ეს პრეპარატები იყიდება ურეცეპტო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ აფთიაქს და იქ ასაკის შესაბამის დოზა შეგიძლიათ მე რომ ვილაპარაკო დოზაზე უნდა გადავიდე მე სხვა პრეპარატებზე კომერციულ დასახელებებზე და ეს არ იქნება სწორი ხა პირდაპირ ეთერში მე ვილაპარაკო გარკვეულ კომერციულ დასახელებებზე. ომეგა-3 და ომეგა-6 შედის ძალიან ბევრი ვიტამინის შემადგენლობაში, ან არიან ცალკე ომეგა-3, ომეგა-6, ან მხოლოდ ომეგა-3. ასევე D ვიტამინის სხვადასხვა ფორმით. ნებისმიერი აფთიაქი და გისმენთ. მადლობა. თუ შეიძლება ერთი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. აი ამ სანიტარიასთან დაკავშირებით შეიძლება რომ დღეში ერთხელ სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები გაირეცხოს გზავრები იმ ტვერში და იმ სიბინძურეში მგზავრობენ ხალხო ისეთ ინფექციაში და ისეთ მიკრობიოლოგიურ საშინელ იმაში ვარ იქ არეალში თუ შეიძლება რომ რამენაირად გაკონტროლდეს იმაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ეს ხელში მოსაკიდი ეს სიბინძურე დასაჯდომი კამები ხო რა სასწავლო ბინძურია, მაგრამ ის ფეხი რო შემოდის ეს ჩვენი ქუჩები ხო იცით რა დღეშია. ხო შეიძლება დღეში ერთხელ დილაობიდან საღამოთი გაირეცხოს და გაიწმინდოს. 80 თეთრს ვიხდით ხო მგზავრები. აბსოლუტურად გეთანხმებით, არაფერი უკაცრავად არ არის, ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, გეთანხმებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არათუ კითხვა, არამედ საკითხია, რომელიც ზოგადად უნდა აინტერესებდეს და სამწუხაროდ არა მარტო სანიტარული მდგომარეობა თვითონ ამ ტექნიკურ გაუმართავობაზეც კი აღარ არის საუბარი, არათუ სანიტარულ მდგომარეობაზე. პრაქტიკულად ჩვენ ესეთი ერთ-ერთი გეთანხმებით, რომ გავრცელების ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იგივე ვარიანტია, ასე ვთქვათ, სკოლაში იქნება ბაღში თუ ბავშვზე გავაკეთე აქცენტი, თორე უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, ყველა ის ადგილები, სადაც ხალხმრავლობა ასეთი აირწვეთოვანი გზებით გადამდები ინფექციების გავრცელებას პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ამბობ, ეს რა თქმა უნდა შეიძლება არ არის ეს უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ არ არის ეს ამას ვერავინ ვერ გადაეფარება, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სანიტარული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უნდა იყოს დაცული. ერთი რამე მინდა ვთქვა, ეგ ალბატონის ძალიან აბსოლუტურად სწორი შენიშვნის აბას, უღოთ ჩვენ თვითონაც შეგვიძლია გარკვეულწილად დავიცვათ ჩვენი თავი იმ პირობებში, როცა აი ამ ტრანსპორტო კომპანიის მეპატრონები აბსოლუტურად არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეც ალბატონი აოს, ჩასატარებელია პერიოდულად. აპტეკებში იყიდება სადეზინფექციო სითხეები პატარა, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია ჰქონდეს და აი ტრანსპორტში შესვლის შემდგომ, გამოსვლის შემდგომ დაიმუშაოს თავის და ასევე პირბადე. ნიღაბი, თუმცა ერთი საინტერესო მომენტი არის, ნიღაბზე, აი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნიღაბის გამოყენებას პრობლემურია, იმიტომ რომ ის ძალიან ხშირად უნდა ცვალო. რეალურად თვითონ ის ნიღაბი ხდება მე ინფექციის ატრიალებს ამ მიმართ. ასაკურველია. ამიტომ ისევ და ისევ არის ისეთი უმარტივესი რეკომენდაციები, მაგალითად, როდესაც ხარ ავად და გახველებს და გაცემებს და ხარ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში. არ აიფარო ხელი, ანუ ხელი კი არ უნდა აიფარო, არამედ აიფარე აი ესეთნაირად კვლავ. ეს რეკომენდაციები წერია დაავადებათა სერიოზული რეკომენდაციები, მე კი არ ვიგონებ ახლა მათ. ეს არის მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი თითქოს უმნიშვნელო და დაავადებათა კონტროლის წესად. ხელის აფარება ჯობია აიფარო დაუშვათ აი ტანსაცმლიანი კვლავ. ეს ხელი უკვე გახდება ინფექციის წყარო, მე შემოგიდებ ამ ხელს სხვა რაღაცას. გადაცემა ხდება. უკვე გადაცემა ხდება. ესე გადაცემა ნაკლებად ხდება. ანუ აი ეგეთი პატარა რჩევებით რეალურად თქვენ შეგიძლიათ არ გაავრცელოთ თვითონ ინფექცია, თუ გაქვთ ვირუსული ინფექცია, თქვენ რო გაციებას ეძახით ის, გახვალებთ, გაცემინეთ, გაცურდო, იბანოთ ხელები ძალიან ხშირად, ანუ
პრაქტიკულად ორჯერ, სამჯერ უფრო ხშირად ვიდრე იბანთ ჩვეულებრივ. ანუ ჩვეულებრივ როცა შემოვდივართ სახლში, მაშინ ვიბანთ, ჭამის წინ ვიბანთ, ჭამის მერე ვიბანთ. აქ უფრო ხშირი დაბანაა საჭირო. სამედიცინო პერსონალის მიერ ხელის დაბანა მაგალითად აი ბატონმა დევი მითის ეს აბსოლუტურად ძალიან ხშირი რიტუალი, რომელიც უნდა ხდებოდეს დღეში უკვე შიდა ჰოსპიტალური ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით რასაკვირველია. მე თქვა რომ არ ჩვენ არა ვართ დაცული იმდენად საავადმყოფო შიდა ინფექციების გავრცელებასაც ძალიან ჩვენ ვიცით რომ ჩვენ თუ არ ვიბანეთ ყოველწუთში ხელი ჩვენ შეიძლება გავხდეთ ამის წყარო, მაგრამ არა ექიმ ადამიანებს რაც ანუ რომელთაც იციან რომ არის ეხლა ვირუსული ინფექციების სეზონი და იცოდნენ რომ თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის დაიბანონ ხელები ხშირად და დაბანონ ხელები ბავშვებს ძალიან ხშირად. კიდევ ერთი ზარია გისმენთ? მოგესალმებით. გისმენთ. თემას არ შეეხება ჩემი კითხვა, მაგრამ თუ შესაძლებელია პასუხის გაცემა. 2 წლის გოგონას ვამჩნევ დილაობით პირისგრუში უსიამოვნოს ძალიან კვეთს არა, მაგრამ რაღაც არასტასიამოვნოს. არის შეიძლება იყოს გამოწეული. გოგონა ჯანმრთელია ახალისმა. 2 წლის გოგონას აქვს დილაობით პირში არასასიამოვნო სუნი. და ეს როგორც პედიატრს და არ ამ შემთხვევაში ამ თემად. დიდი მადლობა ეხლა. მადლობთ კითხვისთვის. ხშირი ჩივილია, რითაც მშობლები მოგმართავენ ხოლმე. ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მიზეზები. მე მაინც გიჩვენებთ რომ მიხვიდეთ პედიატრს, რამდენიმე მიზეზს უბრალოდ დაგისახელებთ. ეს შეიძლება იყოს პრობლემა დაკავშირებული, ეს იყოს დაკავშირებული სტომატოლოგიური პრობლემა, იყოს დაკავშირებული კბილებთან, შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა ჰელმინთურ ინვაზიებთან, რაც ამასაკის ბავშვი მოსალოდნელია, უკვე დადის და ყველაფერს ხელს კიდევ პირში იდებს, ავსებით მოსალოდნელი არის. უფრო ხშირი ეს ორი მიზეზი არის, რაც ამასაკში შესაძლებელი იყოს. შესაძლებელია არც არაფერი იყოს აბსოლუტურად და არც ეს სუნი იყოს ისეთი უსიამოვნო, როგორც მშობელს გონია, მაგრამ აი ამ მნიშვნელობით და ამ მიმართულებით მაინც კვლევის ანუ აი ამ კუთხით გახედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასაკში მინდა ხაზგასმით თქვა ერთი რაღაცა. 2 წლის ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს გლანდები, ეს არის ძალიან ხშირი აი პრობლემა, რომლებიც მშობელს ხო, გლანდები 2 წლის ბავშვს გლანდები აქვს. ესეთი რაღაცა არ არსებობს. ანუ ნუშურად ჯირკვლები იწყებს ჩამოყალიბება 3 წლის მერე. მას არ შეიძლება ჰქონდეს სინუსიტი, იმიტომ რომ აი დამატებითი ღრუები და წიაღები იწყებენ ანატომიურად ჩამოყალიბება 3-4 წლის მერე და ეს ორი არის ძირითადი რაც უსიამოვნო სუნის მიზეზია უფრო დიდ ბავშვებში. მოზრდილებში. ანუ 2 წლის ბავშვი ეს მიზეზები გამორიცხულია, იმიტომ რომ ნუშუა ჯირკვლები და დამატებითი ღრუები და წიაღები ანატომიურად არ არსებობს. ამიტომაც უფრო უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომელიც მე ვთქვი და ალბათ ამ მიმართულებით უნდა გაამახვილოს ყურადღება პედიატრს. მიმართეთ თქვენი უბნის პედიატრს პირველ რიგში და შემდეგ ის დაგაყენებთ უკვე იმ გზაზე, რომელიც თუ ბავშვი კლინიკურად ჯანმრთელია და რა სხვა სიმპტომები არ ვლინდება, ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი პრობლემა, ან შეიძლება საერთოდაც არ იყოს არანაირი პრობლემა. კაპიტანეკა, ერთი ასეთი ძალიან საინტერესო რამ არის. ამ რეკომენდაციებში და ზოგადად არსებულ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესს, გაკაჟების სისტემას. ერთი პერიოდი მე ისიც მახსოვს, რომ აი ესეთი დილის გამამხნევებელი ვარჯიშების სველი წესი დამუშავებით. თუ გახსოვთ ეს იყო ესეთი და აი პიონერთა ბანაკებში რაც გამოყავდათ ეს ბავშვები, ვითომ მე ამას რა თქმა უნდა ესეთ მოგონებებში გადავდივარ, მაგრამ რეკომენდაციებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არის. აი ჩვენ ისეთ კლიმატურ პირობებში ვართ და ისეთ სარტყელში ვართ, რომ ძალიან ბევრი არჩეულებრივი წიწვოვანი ტყე და ასე შემდეგ ეს გვაქვს და ну თუ არ შეიძლება ისეთ ჩავდოთ უკვე ჩვენს რეალურ აი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეკოლოგიიდან გამომდინარე, რომ ამ მშობლებს უთხრათ, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის ეს ჰაერის სვლა, ეს კარგად ვიცით, ხო, როგორც კი დაცხება და უნდა აუცილებლად ბავშვი გაიყვანონ, მაგრამ სად მიყავთ და როგორ მიყავთ, ეს სხვა თემაა. ბაკურიანი და რა ვიცი, რომელიც არ უნდა ჩამოთვალოთ. არის ალბათ რაღაც ამაში. ხო, არა, ბაკურიანში ხდებიან ბავშვები ავად რესპირაციული ვირუსებით, ხო, ბაკურიანელი ბავშვები დარწმუნებული რომ რესპირაციული ვირუსებით ავად ხდებიან. მაგრამ რასაკვირველია ის ბავშვები, რომლებიც მიდრეკილნი არიან, გარკვეულწილად
ხშირი მოავადეები არიან, ეგეთი ჯგუფიც არსებობს, ანუ ხშირი მოავადე ბავშვები, რომელიც წელიწადში არა ორჯერ და სამჯერ, როგორც ჩვეულებრივ სხვა ბავშვები არა, უფრო მეჯერ, 7ჯერ, 8ჯერ, 9ჯერ ხდებიან ალბათ. რასაკვირველია, ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გაკაჟება და ეს არის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, თუ ეს არ არის დაკავშირებული რაღაცა სხვა ქრონიკულ პრობლემებთან, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ. ნუ გაკაჟება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ჩვენ როცა პედიატრები, აი სინჯად ბავშვს და მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, ვუხსნით მშობელს რაღაცას, ყოველთვის ვეუბნებით, რომ ზედმეტი ჩაფუთვა არ არის საჭირო. ანუ ზედმეტი ჩაფუთვა, 2-3 ტანსაცმლის ჩაცმა, ეს ყველაფერი არის რაღაც გარკვეულწილად აბსოლუტურად არასასარგებლო, კონტრპროდუქტიულია, სრულიად უსარგებლო რამ არის. ანუ ყოველთვის ჩააცვით შვილს, ანუ წლამდე ასე კი ისბავს, ერთით იმაზე მეტი ვიდრე გაცვიათ თქვენ, ანუ თუ გაცვიათ და უშვათ სახში ცივა და გაცვიათ რაღაც და პლუს გაცვიათ ზემოდან ჟაკეტი, აი ბავშვს შეიძლება კიდევ პლუს ერთი რაღაცა ეცვეს კოტონის მაისური და არა 15 როგორც კომპოსტა, როგორც მას აცვიეთ. ეს თავისთავად უკვე რაღაც პირველი ნაბიჯებია, ქართველი დედების სისუსტეა. თერმული კონტროლის გარკვეული მომენტები მათ უმუშავდებათ, ანუ გარკვეულწილად ნელ-ნელა მიდიან იქითკენ, რომ აი ეს ჩაფუთვები ჩვენთვისაც დამახასიათებელი იყოს, უფრო სხვა მიმართებით. ფიზიკურ აქტივობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჰაერზე ყოფნას და ფიზიკურ აქტივობას, ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ თუ დაგვემართება ეს ვირუსული ინფექცია, უფრო მალე და ადვილად გადავიტანოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანმრთელი და რომ ვიყოთ ჯანმრთელი, ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენს და ჩვენი ბავშვების ფიზიკურად უფრო აქტიური, მოტორული სფერო ჩვენ იყოს განვითარებული. უნდა დავახციოთ როგორღაც თავი დაბინძურებულ არეებს, ძირითადად ქალაქია ძალიან დაბინძურებული და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ვიქნებით სუფთა ჰაერზე ბავშვთან ერთად, მით უფრო უკეთესი იქნება სასუნთქის სისტემის, უკვე თავისთავად დაბინძურებული გარემო ნიშნავს იმას, რომ მთელი ბავშვის სასუნთქის სისტემა არის სავსე გარკვეული შეიძლება მძიმე მეტალებითაც კი, რომლებიც მე ხდება მის შრატში მათი გადასვლა, იქ ანაცვლებს კიდევ ერთი ზარია, ძალიან ესეთი ცხოველი ინტერესია თემიდან გამომდინარე. გისმენთ? გამარჯობათ. გისმენთ? გისმენთ. ასეთი შეკითხვა გვაქვს. მყავს ბიჭუნა 5 თვის. 5 თვის თუ წლის? სიცხე არ ქონდა, უბრალოდ ცხვირიდან ქონდა ჩამონადენი ცოტა. 5 თვის. 5 თვის. ქონდა გამონადენი ცხვირიდან. ნუ ალბათ პრაქტიკულად ამას უკვე ბევრჯერ უპასუხეთ ჩვენ ამ კითხვას. ეს არის ჩვეულებრივი კლინიკური სიმპტომი რესპირაციული ვირუსული დაავადების. ჩვეულებრივი კლინიკური სიმპტომი. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აი ამ ჩვილობის პერიოდთან დაკავშირებით და ადრეულ ბავშვობასთან დაკავშირებით. არსებობს ვირუსები გარკვეული, ეს ძალიან სპეციფიური ვირუსები, მაგრამ ხავთ ამითი მოდით შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენის ეს თქვენ გეკუთვნით ეს სიტყვა, ასე ვთქვათ, ამითი შემაჯამებელი და დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ გავცდით ჩვენ დროს გვაქვს მატყობინას პროდიუსერი გადავაჭარბეთ ყველაფერს. პირველი რაც შეიძლება ვთქვათ ეს არის ის, რომ ეს ძირითადად არის თვითლიმიტირებადი დაავადებები და ადამიანები და ბავშვები ამისგან რჩებიან თვითონ. მეორე უნდა გვიცოდეთ ის, რომ თუ ჩვენ ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემა და ეს არის რისკის ჯგუფში, უმჯობესია ის ავცრად და ვიყოთ ძალიან ყურადღებით, რომ არ იყოს გართულებები. მესამე რაც უნდა გვახსოვდეთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ გვინდა რომ თავი დავიცვათ ამისგან ერთი რომ უნდა ავცრად და მეორე უნდა მივაქციოთ ყურადღება ძალიან პირად ჰიგიენას, ხელების დაბანას და მოვარიდოთ ბავშვი ისეთ დაბინძურებულ არეებს, სადაც შესაძლებელია მის სასუნთქის სისტემა პლუს კიდე სხვა მიზეზების გამო იყოს ძალიან სუსტი და არამედეგი ვირუსული ინფექციის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა ესეთ სასიამოვნო საუბრისთვის, კეთილი განწყობისათვის. დღევანდელ ძვირფასო ტელემაყურებლებო, თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დრო ცოტაა და მიმედოვნებ, რომ მომავალში განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე, გვარავდეთ უფალი.